ჯიჯი ჩერნოვა, ვარ ჯული გრუშევსკაია, ვარ ბურევი არტემ, ბონდარენკო დიმა, ვარ კოსტია ჩუბატი, ვარ ზაიცევა დიანა, დიანა არ არის. სად არის დიანა? ო, დიმამ თავისი დიანა დაკარგა? ჯული, ჯიჯი, სად არის დიანა? დიმა, ბოდიში, მე სულ შენ დიანას ვერ ვუყურებ. სკოლაში მოდიოდა, მაგრამ არ ვიცით სად დაიკარგა. დიანა. საძიებო ოფისს უნდა დაურეკო. პატრიკ, შეხედე, როგორი ლამაზი ამერიკელი გოგოები არიან. ხო, ის ძალიან ლამაზია. ხო, ამერიკელი გოგოები ჩვენსაზე ბევრად ლამაზები არიან. ხო, ეს სოფელია. ჰეი, რა სოფელი? ვიზე ლაპარაკობ? უბრალოდ ამერიკელ გოგოებს ვაფასებ. ამბობთ, რომ ამერიკელი გოგოები ჩვენზე ლამაზები არიან? რა აბსურდია, უკრაინელი გოგოები ყველაზე ლამაზები არიან. არა, ამერიკელები ჯობიან. პატრიკ, შეხედე, რა მაგრადად ცვიათ. ვაუ, ძალიან მუდურია. თუ ამერიკელი გოგოები უკეთესები არიან, მაშინ ამერიკელი ბიჭებიც უკეთესები არიან 100-ჯერ ვიდრე თქვენ. ხო, ისინი TikTok-ებს მაინც იღებენ წესიერად, რაც თქვენ არ შეგიძლიათ. ხო, მე შავთმიანი ხუჭუჭა ბიჭები მომწონს. მარუსა, შენ თვითონაც ხუჭუჭა ხარ. არც ერთი ამერიკელი არ შემოგხედავს. სტეისი, ახლა ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ? კი. ყველას ეტყვი, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. კი. მაგარია, ახლა სკოლაში ჩემი ყველას შეშურდება. ამაზე რატომ დავთანხმდი, რატომ უნდა ვიჯდე აქ ამ სკოლაში? ბოდიში, სტეისი? არაფერია, გააღე კარი. სტეისი, ყველაფერი კარგადაა? კი, შევიდეთ. კარგი. გამარჯობა, ბოდიში რომ დამაგვიანდა. აი, ჩემი მეგობარი სტეისი მოვიდა ჩემთან ერთად. შეიძლება ამ კლასში დაჩდეს? ძალიან წყნარია. კი, შეუძლია დარჩეს. ოღონდ შენი დღიური მომეცი რომ დააგვიანე და ძალიან შუმად უნდა იყოს. დიანა, სად იყავი? შენი მოძებნა გადავწყვიტე. რატომ არ თქვი რომ დააგვიანებდი? დიმა, დაიჯერებ? ახალი საუკეთესო მეგობარი მყავს და ამერიკიდან არის, მაგარია არა? დიანა, ის სად იპოვე? მართლა შენი მეგობარია? არტემ, კი, არის. საუკეთესო მეგობრები ვართ სამუდამოდ და ახლა სკოლაში ჩემი ყველას შეშურდება, იმიტომ რომ ამერიკელი გოგოს მეგობარი ვარ. ჯული, ეს დაინახე, სად იპოვა დიანა? ჯიჯი, იმედია დიანა ჩვენთან მეგობრობას არ შეწყვეტს. რა ხდება? არაფერი? ძალიან კარგი, თავისუფლების ქანდაკება კი არ ვარ, ნუ მასტერდებით. დიმა, დიანას მეგობარი მოგწონს? არა, საშინელება. რატომ? შეხედეთ, ის ძალიან ნათელია. ალბათ უეჭველი ამერიკიდანაა. ზაიცევა, შენს ღიურს ვერ ვხედავ ჩემ მაგიდაზე. შეიძლება არ მოგცეთ? ჩემი ბრალი არ არის რომ დამოგვიანდა. მეგობარს დავხვდი აეროპორტში. ხო, კარგი, მაშინ გაპატიებ ამ ერთხელ. კარგი, მოდი გავიცნოთ დიანას მეგობარი. რა ქვია დიანა, გაგვაცანი თუ შეიძლება. ჯანდაბა, რაში მჭირდება? ახლა თავს არ დამანებებენ. ტატიანა პეტროვნა, ეს არის ჩემი საუკეთესო მეგობარი სტეისი. აქ ჩამოვიდა ამერიკიდან და მეც მალე ვესტუმრები. ხო, სტეისი? რა? დიანა, მან იცის რომ უნდა ესტუმრო? არა მგონია, შეხედე, ძალიან უფროსობს. ბიჭებო, სტეისი, შენ ალბათ უბრალოდ დაგავიწყდა რომ დამპატიჟე ამერიკაში, არა? დიანა, შენთან ერთად წამოვალ ამერიკაში, მარტო ხომ არ დამტოვებ აქ? არა, დიმა, ბოდიში არ შემიძლია. სხვათა შორის სტეისიმ დამპირდა რომ თავის მეგობრებს გამაცნობს, ამერიკელ მეგობრებს, როგორც არის პეიტონი, ჩარლი, ავანი და კიდე სხვა ბევრი. ჯიჯი, ეს გაიგე? ხო, ვაუ, დიანა რა იღბლიანია, სად შეხვდა ასეთ მეგობარს? იმედია მასთან ერთად წაგვიყვანს, რაღაც მეეჭვება. ავანი? მე ის ძალიან მიყვარს. სტეისი, მართლა შეხვედრილ ხარ ამ ხალხს? მართლა იცნობ? სტეისი, ჩეისი ისეთი მაგარია როგორც ფოტოებში? დიდი ხანია მათი მეგობარი ხარ? როგორ შეხვდი? არ შევხვედრილ ვარ, ერთი და იგივე ქუჩაზე ვცხოვრობთ. ავანიც შენს ქუჩაზე ცხოვრობს? ავანი ჩემი ბიძაშვილია. არტემ, დამშვიდდი, მაინც ვერ წახვალ ამერიკაში. წავალ და დიანას ჩანთაში ჩავჯდები. დიანა, ვინერვიულებ შენზე მაქ რომ არ იქნები. მიხარია რომ ახალი მეგობარი ყავს ამერიკიდან. დიმა, არ დაიჯერებ, მაგრამ მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მეგობარი მყავს როგორც სტეისი, ამიტომ დამშვიდდი. იცით რა ბიჭებო, უკრაინელი გოგოები ყველაზე ლამაზები არიან. ამერიკელები. არა, უკრაინელი. ამერიკელები. პატრიკ, შეხედე, ზაფხულის არდადეგებზე აუცილებლად უნდა წავიდეთ ამერიკაში. ხო, ყველა ამერიკელი გოგოები ჩვენი იქნება. გოგოებო, ეს რა არის? რა ამერიკელი გოგოები? ხო, მართლა რას ნიშნავს? გოგოებო, რაც უნდათ ის თქვან, ჩვენ უფრო ლამაზები და კარგები ვართ. დიანა, გაგვაცანი რა შენი მეგობარი, ძალიან მაგარია. მიდი რა, ძალიან გთხოვთ.
გოგოებო, შეგიძლიათ მიხვიდეთ და თავი გააცნოთ, მაგრამ იცოდეთ, რომ სტეისის არ შეუძლია ყველას მეგობარი იყოს. მეგობრებო, აუცილებლად წავალ ამერიკაში დიანასთან ერთად. მარტო ვერ გავუშვებ. ის პანტონთან დაიწყებს შეხვედრას. ხო, დიმა, გავიგე, რომ პანტონს უკრაინელი გოგოები მოწონს. დიმა, თუ დიანა ამერიკაში მარტო წავა, ეს დასასრულია. არა, ამის მოხდენას ვერ დავუშვებ. დიანა, ჩვენი მეგობარიც ხომ იქნები? რა თქმა უნდა, გოგოებო, ვიქნები. სტეისი, წამო დასვენება. სტეისი, წამოდი, მე ჰოტ-დოგებს გიყიდი. ხო, მე ვაშლის წვენს. მე არ ვჭამ არც ჰოტ-დოგს და არც ვაშლის წვენს, ბურგერები და პეპსი მომწონს. კარგი სტეისი, მაგას შეგიკვეთავ მაშინ. ბურგერები არ გვაქვს კაფეტერიაში. ხო, და არც პეპსი. მეგობრებო, მოდი დიანას გავყვეთ, თორემ ის გაფრინდება. დიმა, ახლა ვერ გაფრინდება. მის მინეს სტეისი, შეგიძლია ყველას უთხრა, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ და გამიღიმო ხშირად? კი, რა თქმა უნდა შემიძლია, მაგრამ ჯერ ხომ არ გადაგიხდია ჩემთვის. სტეისი, გაჩუნდი, ყველა აქ არის, ესმით. დიანა, იჩქარე, თორემ შენი მეგობრები სიმართლეს გაიგებენ. კარგი, წამოდი, ქვევით გადაგიხდი ფულს. პატრიკ, ამერიკული ფეხბურთის სკოლაში წავიდეთ. ძალიან მაგრები ვიქნები. ხო, მე შემტევი მოთამაშე ვიქნები და ყველა ამერიკელ გოგოს მოვეწონებ. შევთანხმდით. გოგოებო, ამას ვერ ვიტან. ხო, გონიათ რომ მაგრები არიან. კარგი იოცნებონ. სტეისი, მიდი. ჩემო საუკეთესო მეგობარო დიანა, სად შეიძლება ვჭამო? სტეისი, ჩვენ მხოლოდ კვერები გვაქვს. გინდა ერთი? მე წვენს გიყიდი. გოგოებო, ამას შეხედეთ. ეს ვინ არის? პატრიკ, რამე მელანდება? ვაუ, ამერიკელი გოგო. ბიჭებო, გაწიეთ, წავიდეთ სასადილოში. სტეისი, შეხედე, მე მგონი მეათეჯის ბიჭებს მოეწონე. დიანა, ხო გავაკეთე ჩემი სამუშაო, ახლა ფული. ჯული, მეათეჯის ბიჭებს შეხედე როგორ უყურებენ სტეისის. ხო, მგონი შეუყვარდათ. პატრიკ, მე წავალ. დიანა, იჩქარე. მოიცადე, აქ ხალხია. არტემ, ჯენტლმენი იყავი, ვინ ხარ რა, ახალი გოგო? შენ საქმე არ არის. ჯული, წავიდეთ ჯობია, მე მგონი იჩხუბებენ. ხო, არ გუჭირდება, წამო. ერთი ამას შეხედეთ. ვინ ხარ შენ? ეს სკოლა ჩვენია და წესებიც ჩვენია. თავი ჭკვიანი ნუ გონია. რა? მათ ყურადღებას ნუ მიაქცევ, გიჟები არიან. შენ ამერიკიდან ხარ? კი, სტეისი მქვია. სტეისი, ამერიკიდან? შეგიძლია ამერიკულ ფეხბურთში მოწყობაში დამეხმარო? ვაუ, გაიგეთ, ამერიკელი გოგო არის აქ. პატრიკ, რასეულდები, მიდი გაიქეცი. მარუსა, არ გამოვიყურები კარგად. კი, შემიძლია ეგრე მოვაწყო. მამა ჩემი მწვრთნელი არის სკოლის გუნდის, მაგრამ რამდენი? სტეისი, მოდი ხარ, ყველაფერი შეგიკვეთე. კარგი, ამას მოგვიანებით დაუბრუნდეთ, ჩემს საუკეთესო მეგობარს უნდა დაველაპარაკო. შეხედეთ ერთი როგორ უფროსობს. მოიცადეთ, გოგოებო, თუ ამერიკელია, რუსულად რატომ ლაპარაკობს? ხო, მართლა, რატომ? სად არის ის? წავიდა. მოდი მივიდეთ და ვკითხოთ რატომ ლაპარაკობს რუსულად. ხო, მართალია. წამო. სტეისი, მოდი აქ, ძლივს. კარგი, მადლობა. აი, ხვალ შეგიძლია მოხვიდე და ისევ ჩემი ამერიკელი მეგობარი იყო? თავი მოაჩვენე. ეს რა არის? ფული? რას ამბობენ? მოიცადე. ხედავ რომ $100-იანია. ხო, ყველაფერი სწორია, შევთანხმდით რომ $100 ეღირებოდა, არა? კი, $100 რომ შენ სკოლაში მოვსულიყავი, კიდევ $100 რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი დაგიძახე და კიდევ 100 რომ შენ კლასში დამჯდარიყავი. სტეისი, რა საშინლად იქცევი? თან იცი რა, ძალიან ცუდად ითამაშე. კარგი, გამომართვი, აჰა, აიღე. და კიდევ ასე იმისთვის რომ გითხარი, რომ ჩემს ამერიკელ მეგობრებს გაგაცნობდი. მომისმინე, რა საშინელი ადამიანი ხარ. პირველი, არანაირი ამერიკელი მეგობრები არ ყავს. მეორე, სტეისი არ ხარ, ნასტია ხარ. და მესამე, ამერიკაში კი არა, კიევში ცხოვრობ, ჩემთან ერთად. კარგი ბავშვებო, იცით, კარგი ხო გაჩერდი. აჰა, გამომართვი რა. ჩემთან საქმე არ უნდა დამეჭირა. კარგი, ასე უკეთესია რა, მე თუ დაგჭირდება დამირეკე, ჩემი ნომერი კი იცი. ამერიკელი გოგო ყოფილა თურმე. მეცხრეა, გინდათ რაღაც საინტერესო გაიგოთ? დიანა, რა ხდება? რა? აი, აქ თვითმარქვია გვყავს. დიანა, ყველას გატყუებთ. ხო, დიანამ გადაწყვიტა განახოთ რამდენად მაგარია.
მეათეჯი, დიანას არ შეეხოთ. ხო, არც სტეისის. დიანა და მე მალე სტეისისთან მივფრინავთ ამერიკაში. რა თქმა უნდა, მაგრამ შენ ამერიკას კიევი ქვია, ხო, და სტეისი არ არის, ნასტია არის. დიანა უხდის მას, რომ გაგასულელოთ, რომ თითქოს მისი ამერიკელი საუკეთესო მეგობარია. დიანა, ეს ყველაფერი სიმართლეა? დიანა, ეს შენი ამერიკელი მეგობარი არ არის? ჩვენ ამერიკაში არ მივდივართ. დიმა, დამშვიდდი, არ მიდიხარ ამერიკაში. ის რა, ავანის არის ცნობს. მის მინეთ არ მაინტერესებს ვინ ვის მოატყუა. ჩემი ფული მივიღე და ჩემი სამუშაო დამთავრებულია, დამანებეთ თავი. ხო, ბავშვებო, მოგატყუეთ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მინდოდა, რომ ისეთი მაგარი ყოფილიყავი, როგორც ამერიკელი თინეიჯერები არიან და ყურადღება რომ მოგექციათ ჩემთვის. ხო, ყველას გატყუებდათ. მე შემტევი მოთამაშე ვარ, მე დაცვა. სტეისი, დაურეკე უკვე მამა შენს. ბავშვებო, არანაირი სტეისი არ არსებობს და არც ამერიკული ფეხბურთი იქნება და არც ამერიკა, იმიტომ რომ ყველა მოგატყუეთ. ძალიან დიანა, ძალიან კარგია რომ არ მიდიხარ არ გჭირდება ეს ამერიკელი მეგობარი. ხო, ჩვენი მოსწავლეები ამერიკელებს ჯობიან. ჩვენ შენი ნამდვილი მეგობრები ვართ. ახ, მადლობა ბავშვებო, მიყვარხართ. ეხლა ვიტირებ. ხო, რა საყვარლობაა. პატრიკ, არ მიფრინავთ ამერიკაში. ფეხბურთი აღარ იქნება. პატრიკ, ეს დღე უნდა გადავარჩინოთ. გოგოებო, თქვენ კარგად გამოიყურეთ. ბიჭებო, წადით და სტეისის გაეკიდეთ. ბავშვებო, ყველას ნამდვილ მეგობრებს გისურვებთ და ნამდვილ საუკეთესო მეგობრებს. ბავშვებო, ძალიან დამღალა ამ кейსმა, რას მირჩევთ? ახალი ტელეფონი ვიყიდო თუ ბრილიანტის кейსი? მარუსა არის დარდო ტელეფონიც იყიდა და кейსიც. მარიუსა, დაკახელი. მეც ვყიდულობენ ხვალ ახალ ტელეფონს, თან ბრილიანტების кейსაც. კარგით რა გოგოებო, კიდე ტელეფონებზე ლაპარაკობთ? ეგ ტრენდი დიდი ხნის წინ იყო. ჩემმა მშობლებმა მითხრეს, რომ ამ წელს თუ კარგი ნიშნები მეყოლება, ახალ მერსედეს მიყიდიან. მაგას ახლა გყიდულობენ, მე უკვე მაქვს ერთი გარაჟში. პატრიკ, დარწმუნებული ვარ, რომ შენი მერსედესი ნაგავია, თან მე მწვანე მეყოლება დოლარებით დაფარული. ჰა, ეს გაიგეთ გოგოებო? კი, გავიგეთ. ვაიმე, რატომ ტრაბახობენ? აბა სხვა რა შეუძლიათ, მარტო ტრაბახი. ამ მეათეგეს მარტო ყალბები იყო. ხო, ისინი ყალბები არიან, მხოლოდ ყალბები. იაფასიანი ყალბები, თქვენ თავში შეხედეთ და მე შემოგხედეთ. ესენი ყალბები არიან, მხოლოდ ყალბები. რა? ეს რა თქოს? ბავშვებო, აუცილებლად რაღაც უნდა მოვიგონოთ და შემდეგ დასვენებაზე მაგათ უნდა ვაჯობოთ. აი, აუცილებლად. ხო, ეს უბრალოდ ჩურია, უბრალოდ ჩური. გოგოებო, ეს გაიგეთ? ლეილას უყიდიან მერსედეს მწვანეს და დოლარებში დაფარულს. კარგით რა? ხო, იქ საერთოდ როგორ მოიგონა? რაღაც ტყუილები მოიფიქრეს და ახლა თვითონაც ჯერათ. ხო, და ეს ბრილიანტებიანი ტელეფონი რა არის? საშინელებაა. ბავშვებო, მათ უყურებდით, როდესაც ჩემს ახალ ტელეფონზე ვთქვით ამ ბრილიანტებიანზე. ხმები ჩამოუვარდათ. ხო, შურის ბრალია. ხო, თან დიანას თვალები დაინახეთ, როდესაც ჩემს მერსედესზე ვსაუბრობდი? ჰეილა, მართლა გიყიდიან მანქანას? არტემ, რო ვამბობ კითხო, ესე იგი კი. ჩემი მერსედესი ავტოფარეხში არის. არც კი ვატარებ. დიმა, წვენი გინდა? არა, მადლობა. ისე მეათეგე მაგრად ტრაბახობს. გეთანხმები. ბავშვებო, მოდი ჩვენც ვიტრაბახოთ და ვიყიდოთ ბრილიანტიანი кейსები. ნასტია! ნასტია, მისმინე, ეს უკვე სოფლურია. ახლა ყველაფერი მარტივი და ფუნქციური არის ტრენდში. ეს თანამედროვე ტექნოლოგია ვიყიდა, ძალიან ფუნქციურია. კოსტია, რა მოდის? ჯული, ეს კამერაა. გამარჯობა, ეს მეათეჯი არის? კი, მეათეჯი არის. ვინმე გჭირდება? აი რა, მეათეჯიდან? მე თქვენ ახალი ვარ თქვენს კლასში, თქვენთან ერთად ვისწავლი, დაშა მქვია. ძალიან გვიხარია, რომ ახალი კლასელი ყავს, არა? არა. მე მომთმენი ვარ, არ შეგაწყვეტინებთ ხოლმე. ეს ადგილი დაკავებულია, ვერ ხედავ? ჩემი ჩანთისთვის არის. გასაგებია. თქვენი აზრით ეს ნორმალურია? მდიდარი ბავშვების კლასში ეს ჩერჩეტი რომ ისწავლის? ახლა გოგო, მერსედესი ყავს? არა, არ მყავს. ეს ადგილი თავისუფალია? არა, ჩემი პორშე იღებს მან ზაგარს. გასაგებია. მაშინ მასწავლებელს დაველოდებით. შეხედე ერთი ამ ჩერჩეტს, მასწავლებელს ელოდება თურმე. ხო, სხვა ამის ადგილას გაიქცეოდა და იტირებდა. უყურე ერთი დარწმუნებული ვარ მასწავლებელს ყველაფერს ეტყვის. რა კარგი ზურგჩანთაა. მადლობა, მეც ძალიან მომწონს.
არტემ ვერ ხედავ ეს ზურგ ჩანთა არ არის. ეს არის ჩანთა სურსათებისთვის. აი კარტოფილები რომ ჩაყაროს. ეი, გოგო, რა ტელეფონი გაქვს? iPhone-ი? თუ Nokia ღილაკებით. ეს ჩემი ტელეფონია და თქვენი საქმე არ არის. ვა, შეხედეთ როგორ თავხედია. აი, ხო გაჩვენათ გოგოებს. ბიჭებო, კარგით რა. რასაკეთებენ შენი მშობლები? მე ჩემები Mercedes მყიდულობენ. ლეილა, რა სულელური კითხვაა? რომელ Mercedes? მის ზედას შეხედე. ხო, მე მგონი მისი დიდი ბებიისაა. ჯანდაბა, ეს სად მოხვდი? საერთოდ აქ სწავლობთ? თუ მხოლოდ Mercedes-ები და iPhone-ები გაინტერესებთ? მე ჯერ სკოლას ვეღარ შევიცვლი. აქ მხოლოდ მდიდარი ბავშვები სწავლობენ, რომლებსაც iPhone-ების გარდა არაფერი არ აინტერესებთ. დედას რას ვეტყვი? რატომ ვერ ვისწავლი აქ? გადავწყვიტე, სახლში დავრჩები. არავის არ მოწონს ჩემი ზედა, არც ჩემი ჩანთა. დავტოვებ ამ სკოლას საერთოდ. გოგონა, რატომ მტირი? ვინმე გაწყენინა? ჩვენ სკოლაში არ სწავლობ, არა? არ, სხვათა შორის კი, უბრალოდ ახალი ვარ, მაგრამ სკოლას ვეღარ გამოვიცვლი. თან აქ ყველა მდიდარია, ყველას iPhone-ები აინტერესებს. მოიცადე, რომელი კლასიდან ხარ? სხვათა შორის მე-10 ჯიში უნდა ყოფილიყავი, მაგრამ როგორც კი კლასში შევედი, არც კი დამსვეს და კითხვების დასმა დამიწყეს, iPhone-იან Mercedes-ი თუ მყავდა. ესე იგი მე-10 ჯიში ხარ ახალი. სამწუხაროდ არ გაგიმართლა. კარგი, ნუტირი ხარ. მოსწავლეები სწავლობენ აქ. მეც მეზიზღება მე-10 ჯი, დაგეხმარები. მართლა დამეხმარები, მაგრამ როგორ? სერიოზულად არ მიღებენ. ცრემლები მოიწმინდა სახიდან, მათ ვუჩვენებ. სხვათა შორის მე დიანა ვარ. დაშა. აქ დამელოდე, ძალიან მალე დავბრუნდები. კარგი. გოგოებო, რა ხდება? შეიძლება 1 წუთით გავიდე? მეც? ხო, მეც უნდა გავიდე. სერიოზულად გოგოებო, კარგი 1 წუთი გაქვთ. მადლობა. დიანა, რა ხდება? რატომ დაგვიძახე? გითხარი დროზე? კარგით, გოგოებო, ესე იგი მე-10 ჯიში ახალი გოგო არის და იცით რა? საპირფარშოში რომ მივდიოდი, დავინახე რომ იჯდა და ტიროდა. ხო და მივედი და ვკითხე რა მოხდა, რატომ ტიროდა. და თურმე მე-10 ჯი ცუდად ექცევა, მხოლოდ იმიტომ რომ მდიდარი არ არის. უბრალოდ შეხედეთ რა. ჯანდაბა, მე-10 ჯის ბავშვებმა გადაწყვიტეს რომ მდიდრები არიან? ზედმეტად ფიქრობენ თავიანთ თავზე. დიანა, როგორ დავეხმაროთ? მდიდარ გოგოდ ვაქციოთ? ხო, რატომაც არა. გოგოებო, მითხარით რა გაქვთ კარადებში? მე ქვედა ბოლო მაქვს. მე ახალი თეთრი კოლგოტი. მე ჩანთა მაქვს. ძალიან კარგი, მე სვიტრი მაქვს და ახლა მას მდიდარ ქალბატონად გადავაქცევთ. გოგოებო, გაიცანით? დაშა. მე ნასტია ვარ. მე ჯიჯი, მე ჯული. დაშა, მზად ხარ? წავედით. კარგი, მაგრამ რა გეგმა გაქვთ? დაშა, კითხვებს ნუსვამ. წავედით. იჩქარე. დაშა, აქეთ მოდი, იჩქარეთ. მოდი, აი აქ და ჯექი. დაშა, უნდა ვიჩქაროთ. დაშა, ახლა რო დავასრულებთ, იდეალური იქნები. ხო, მე-10 ჯის ძალიან შეშურდება და ყველა ბიჭი შოკში იქნება. კი, აუცილებლად. გოგოებო, ძალიან კარგად იმუშავეთ. ხო, მე-10 ჯის ძალიან გაუკვირდება. ხო, მოდით ვაჩვენოთ, როგორია მათი ახალი გოგო. დაშა, დამიჯერე, ბომბი ხარ. დარწმუნებულები ხართ, კომფორტულად არ უგრძნობ თავს. კი, წავედით. დარწმუნებულები ვარ. კი, წამო. მეგობრებო, დიანა სად არის, სად წავიდა? არ იციან რომ მასწავლებელი არას ჩაუწერს. 1 წუთით გასვლა ითხოვეს და 9 საათით გაქრენ. უი, ბიჭებო, მასწავლებელი ხომ არ გაბრაზდა? დიანა, სად იყავი, უკვე ნერვიულობდი. მასწავლებელმა არა ჩაგიწერა. გოგოებო, 1 წუთით გასვლა ითხოვეს და შემდეგ 9 საათით. ბიჭებო, ძალიან მნიშვნელოვანი დავალება ქონდა. გაიცანით, დაშა, მე-10 ჯის ახალი გოგო. ბიჭებო, მოგწონთ? ჯობია მე-9-ში იყოს და არა მე-10 გეში. არტემ კიდევ ერთი მდიდარი გოგო. ბიჭებო, მდიდარი გოგო არ არის, უბრალოდ გოგოა, მაგრამ მე-10 ჯიმ დასცინა. ხო და გადავწყვიტეთ რომ ვაჩვენოთ და შოქში ჩავაგდოთ.
ეს ახალი გოგო დაინახეთ, მე მგონი იტირა და სახლში წავიდა. ხო, ჯობია შეიცვალოს სკოლა. ჩვენი კლასი მდიდრებისთვისაა, ხო? კარგი ჩუმად, მე-10 მოდის, დაშა. გახსოვდეს, რომ მათზე უკეთესი ხარ. კარგი ხო, ვეცდები ყველანაირად. ვაუ, კიდე ერთი ახალი გოგო? მე-900 უკეთესია. ის მაგარია. ხო, გაცნობა მინდა. კი, ახალი გოგო ვარ. მე-10 ჯიდან და სხვათა შორის უკვე შევხვდით. ვაიმე, ის თაგვია? 2 კიკინით? ხო, მე მგონი ეგაა. ჩვენ უკვე გვაჩვენა ის. კარგი, მე-10 მომისმინეთ, აბა ეცადეთ და თითი დაადეთ დაშას. და სხვათა შორის ის ახლა წინ დაждდება. დაფასთან ახლოს. ხო, იმიტომ რომ თქვენგან განსხვავებით ის ჭკვიანია და სწავლა უნდა. მეგობრებო, მე დაშას უნდა შევხვდე. მე ის მომწონს. კარგი, შევთანხმდით. ჩვენ ცუდა ვიპოვოთ შეყვარებულები. არა, თმა მოქვს ცუდად. დაშას მაინც მოვეწონებ. არტემ, დაშა მე შემომხედა პირველმა. ბიჭებო, 30 წუთის წინ დასცინოდით. არ გახსოვთ? ხო, და ამბობდით, ფუმდიდარი არ არის. მე-10 მომისმინეთ, დაშა ჩვენი მეგობარია და არ გაბედოთ და არ შეეხოთ. ხო, თორემ შარში გაეხვევით. არ თქვათ რომ არ გაგაფრთხილეთ და დაშას არტემი მოწონს. ამიტომ არტემს შეხვდება. არტემ და პატრიკ, დაშასთან მოსვლა არ გაბედოთ. ჯანდაბა, ყველაფერი შენი ბრალია. თქვენ დაიწყეთ პირველმა ამაზე დაცინვა. მისმინე პატრიკ, გაჩერდი. ხო, ჯობია შენ მერსედესზე მოგვუყე, რომელიც სათამაშოა. ფოტოში ვნახე, თან მწვანე ყოფილა. ჩემი მერსედესი? ჯობია თქვენს ბრილიანტებზე მოგვიყვეთ. ხო, მაღაზიიდან. დაშა, ახლა ხედავ როგორი მდიდრებიც არიან? ნახეთ ერთი ვინ ლაპარაკობს. პატრიკ, გვაჩვენ ერთი შენი კეისი? ხო, ბაბუა შენმა რომელიც მოხდა. მე-10 გაგაფრთხილებთ. ბავშვებო, არასდროს იტრაბახოთ, ძალიან ცუდია. ეს ვიდეო დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და მალე გნახავთ. კარგად!